სოფიო კობოლაძე მედია ვასაძის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარისა და მისი ყოფილი თანაშემწის დავაზე საქმის განხილვა გრძელდება. მოსარჩელი მხარე სოფიო კობოლაძის სამსახურში აღდგენას მოითხოვდა. მოპასუხე მხარე კი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა. დღევანდელ პროცესზე უმაღლეს საბჭოს ერთ-ერთი თანამშრომელი მოწმის სტატუსი დაიკითხა. მომდევნო სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს ჩაინიშნა. აჭარის უმაღლეს საბჭოს საკონსტიტუციო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე თანამდებობიდან დაახლოებით 2 თვის წინ სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული ქმედების გამო გაათავისუფლეს. მაშინ სოფიო კობოლაძემ დეპუტატი მოქალაქის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მედია ვასაძემ კი ბრალდებები უარყო. მოვთხოვთ სოფიო კობოლაძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების, ანუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის პატილაცნობას, სოფიო კობოლაძის სამსახურში აღდგენას და ნაცვლის ანაზღაურებას. მოწმეების საკითხვით გაირკვა, რომ ნაწილი მოწმეებისა გახლავთ ქალბატონი მედიას ნათესავები, ხოლო ნაწილი მოწმეებისა არიან მიკერძოებული და ტენდენციურები, რაც გამოჩნდა იმით, რომ მათ მიერ მიცემული ახსნა განმარტებები, როგორც თავადაცხადებენ დაწერეთ დამოუკიდებლად, შესავალი აბზაცი, პირველი აბზაცი და ბოლო აბზაცი აბსოლუტურად არის იდენტური სიტყვა-სიტყვით. რაც შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში წერილში მითითებული იყო ფაქტობრივი გარემოებები, დასახელებული იყვნენ ამ ფაქტობრივი გარემოებების თვითმხილველი მოწმეები გამოკითხული იქნა. ქალბატონ სოფიოსაც მიეცა საშუალება თავისი მოსაზრება და მტკიცებულებები წარმოედგინა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მას არ გაუკეთებია და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილება და სამართლიანი კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული უმაღლეს საბჭოს მხრიდან. გულწრფელად ვიტყვი, რომ არ მაქვს არაფრის იმედი. ნახოთ სასამართლო რა განაჩენს გამოიტანს. როგორ გადაწყდება მიმდინარე საკითხი, ამას 16-ში გავიგებთ 5 საათისათვის. თუ არ გადაწყდა ჩემს სასარგებლოდ, სავარაუდოდ არსებობს კიდევ 2 ინსტანცია, სადაც მე გავასაჩივრებ აღნიშნულ ბრძანებას.